სუხიშვილები, რონდო, სოფო ბედია, ძმები გულაშვილები. ეს ადამიანები დღეს მარჯანიშვილის თეატრში ერთი მიზნით შეიკრიბნენ. დაეხმარონ უგონო მდგომარეობაში მყოფ მარი მაჩაიძეს. დღევანდელი კონცერტი ტარდება ახალგაზრდა გოგონას მარიამის 25 წლის გოგონას დასახმარებლად, რომელსაც ტრაგედიის შედეგად ჯანმრთელობა შეერყა და ამისათვის ყველა ადამიანი, ყველა ჩემი კოლეგა ვდგავართ ამ გოგონას გვერდით და ვეხმარებით როგორც შეგვიძლია ჩვენი სიმღერით და დღეს შევასრულებ ჯანო კახიძის სიმღერას ჭაღარა. მთელი საქართველოს და ასევე ჩვენ გვერდში ვდგავართ, რომ ხარი დაუჭიროთ და ეს ადამიანი სოფელზე დადგეს და იყოს ისე ჩვეულებრივი, როგორც ყოველი ჩვენგანი. საქველმოქმედო კონცერტი დაახლოებით ერთი თვე მზადდებოდა. საღამოს ორგანიზება ანი მაჩაიძემ და პოეტმა ბარსელმა გაუწიეს. დღევანდელი საღამო ეძღვნება მარიამ მაჩაიძეს, 25 წლის მარიამ მაჩაიძეს, რომელსაც ძალიან ჭირდება ჩვენი დახმარება და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის ყველა თქვენთაგანს. რომ აი ესეთი გულისხმიერება გამოიჩინეთ და მოხვედრით ჩვენს კონცერტზე. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მარჯანიშვილის თეატრს, რომელიც გვერდში დაგვითხრა და დღეს სცენას გვითმობს. დაახლოებით ერთი თვეა ვემზადებით ამ საღამოსთვის და მე მგონი რომ ძალიან სერიოზული შემადგენლობა შეიკრა. მოდელ დიზაინერი მარი მაჩაიძე 2011 წლის 11 დეკემბერს მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ ლოგინს მიაჯაჭვა. მას თავის ქალის დახურული ტრავმა დაუდგინდა. 25 წლის მარი საჭიროებს ურთულეს ოპერაციას. ახალგაზრდა გოგონა საზოგადოების გულმოწყალების იმედზეა. მარის სახელზე ლიბერთი ბანკში გახსნილია ანგარიში. მის დასახმარებლად მოქმედებს ფასიანი ნომერიც. თითოეული თქვენგანის მიერ გაღებული მცირედი თანხა მარის გადარჩენის შანსს კიდევ უფრო გაზრდის.